გასცა რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება. ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუწია. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი საგამოძიებო კომისიაზე. ზოგიერთებს წყალი მევაწოდე. ზოგიერთს ყავაც დაუწყო. აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმის მაგივრად რომ შტურმს იგერიებდეს, ყავას უსხამდა დეპუტატებს. ხა დავანებოთ ამ გროტესკზე საუბარს. 6 საათი პარლამენტში. საგუშაგოს აღმართვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუცი რა ღმერთია, განსხვავებული აზრი არ შეიძლება არსებობდეს? გადმოიწია საოკუპაციო. თქვენი ამ შეუთანხმებელი ნაბიჯის შედეგად რა კითხვებზე მოუწია დღეს პასუხის გაცემა გიორგი გახარიას. თქვენ ბევრჯერ მოგვატყუეთ საზოგადოებას, ამიტომ თქვენ ხართ უბრალოდ მატყუ არა ჩვეულებრივი. ნარკოტიკების სამალავები თბილისთან მდებარე ტყეში და თბილისის ზღვაზე. პოლიცია როდის იყო ვერ გვეტყვით? იცნობთ თქვენ ამბავს. დაკავებულებიდან 2 წარსულში ნასამართლებია. არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ შეფასებისგან ამ ეტაპისთვის დაცვის ხარი თავს შეიკავებს. როგორ ასაღებდნენ მეტადონს და ალფა-პევებეს. ედელოისი და ტრანსავია ფრანსი. ბევრად მეტი ახალი ტურისტის ჩამოყვანას უზრუნველყოფს. პირდაპირ ფრენები ციურიხსა და პარიზში. მოხსენებული ქვეყნები და მიმართულებები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის. კიდევ 2 ახალი ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 14 აპრილია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. 6 საათიანი პირდაპირ ეთერი გიორგი გახარია ყოფილი თანაგუნდერების პირისპირ კითხვები და პრეტენზიები, რომელსაც მას უყენებენ. მათ შორის იყო თუ არა დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. ვინ გასცა რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება და რატომ ვერ მართა ძალოვანმა მინისტრმა ქვედანაყოფები, რომელმაც 20 ივნისის აქცია დაშალეს. ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. გაიგო თუ არა მისგან საზოგადოებამ დღეს სრული სიმართლე ან რაიმე სიახლე. ძირითადად დაობდნენ გახარია და წულუკიანი. გაჟღერდა ერთი მთავარი კითხვაც, რატომ არ გადადგა აქციის ბრუტალური დაშლის შემდეგ მინისტრი, რომლის ბრძანებასაც არ დაემორჩილნენ და რომელმაც თავად არაერთხელ გააკრიტიკა სხვა აქციების დაშლის მეთოდები უკვე ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. საქმეში რამდენჯერმე ჩაერთვნენ ოცნების სხვა დეპუტატებიც, რომლებიც გიორგი გახარიას ამნეზიაზე საუბრობენ. ყოფილმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს დაახლოებით 40-ჯერ თქვა ფრაზა არ მახსოვს. მათ შორის ვერ გაიხსენა იყო თუ არა ნინო ლომჯარია მაშინდელი სახალხო დამცველი აქციის დაშლისას შინაგან საქმეთა მინისტრის გვერდით. არ ახსოვს რომელ კაბინეტში იყვნენ, ვინ იყო ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიდან რაციაზე, ვინ მოისმინა მისი ბრძანება რეზინის ტყუების აკრძალვის შესახებ. მისცა თუ არა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს იმერჩევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რა საუბარი შედგა ვახტანგ გომელაურსა და გიორგი გახარიას შორის. 12 საათზე დაწყებული სხდომა საღამოს 6 საათზე დასრულდა. ვნახოთ პირველი ნაწილი რა ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. 11 საათი და 7 წუთი გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება შეცვალა და საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ზუსტად იმ დროს გამოცხადდა, როცა ის კანონმდებლებმა დაიბარეს. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ 2 ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ყოფილ პრემიერთან შეკითხვა ბევრი იყო, მთავარი კი 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე. როგორ დაიგეგმა საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია და ვინ გასცა რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება. ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. საუბარია 2024 წლის მაისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როცა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე კითხვები არსებობს. 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ცალსახად არის დადასტურებული, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე, რომ არსებობდა საჭიროება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა. ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა
შტურმი მოგერიებული. 20 ივნისთან დაკავშირებულ გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ მე, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ არის იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. სტრასბურგმა დაადგინა და მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს. გასაგებია, რომ ალბათ თქვენ ღელავთ და გადმოხვედით პირდაპირ თავდასხმაზე. ის, რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მაგრამ ვის დროსაც გაიგზავნა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. გაგზავნილი უნდა იყოს, მე ამის ღრმად მწამს ვიცნობ რა იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს, კომპეტენტური შესაგებელი, რომ არა კომპეტენტური შესაგებელი, სახელმწიფო ვერ დაამტკიცებდა იმას, რაც იყო რეალობა, კერძოდ ის, რომ პარლამენტის წინააღმდეგ ნამდვილად იყო შტურმი. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო, ესეც არის ტყვილი. მე არ ვიცი თქვენ რამდენად მიადევნეთ თვალი ეს მოცულობითი დოკუმენტია ინგლისურ ენაზე. მაგრამ არის ასეთი აბზაცი 240, სადაც ზუსტად ის წერია, რაც მე ვთქვი. ამიტომ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვათ, რომ ეს არ წერია, არ ვიცი, ეს მხოლოდ თქვენ იცით. კერძოდ ამ 240 აბზაცში წერია ასეთი რამ, შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. იქონიოთ პატარა პრეზუმპცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ექს-პრემიერს საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც ამოუკითხა, სადაც სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოს 20 ივნისის საქმის, უფრო კონკრეტულად კი ოპერაციის დაგეგმვის ნაწილის ხელახლა გამოძიებას ავალებს. აქ არის ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც ავალებს სახელმწიფოს ამ საქმის და განსაკუთრებით იმ დასახიჩრებულ პირებთან მიმართებაში ხელახლა ამის გამოძიებას. თქვენ ამ გამოძიებას მიესალმებით? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თქვენ ახლა იტყუებით, სტრასბურგის სასამართლო არ ავალებს ნულიდან გამოძიებას, უბრალოდ ეს თქვენი ინტერპრეტაციის საკითხია. მიპასუხეთ, ბატონო გიორგი, რას ნიშნავს? რომ სასამართლომ თავის სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტილების თქვა ასეთი რამ. Unanimously, გესმით ალბათ რას ნიშნავს, სამწუხაროდ რუსულად არ ვიცი როგორია, როგორ არის. There has been a violation of the procedural aspect of Article 3 of the Convention. რას ნიშნავს ეს? დარღვევებზე საუბრობს. რა დარღვევაზე საუბრობს? თავარი დარღვევა არის დროში გაჭიანურებული. იქ ასევე წერია, რომ გამოძიებას აქვს. დროში გაჭიანურებული არ არის თავარი დარღვევა, არის ერთ-ერთი დარღვევა. დარღვევა არის ის, რომ არ ჩატარებულა გამოძიება სრულფასოვანი. მიესალმებით თუ არა, ეხლა მაინც. მე მივესალმები 20 ივნისის შესახებ სრული სიმართლის დადგენას ყველაფრის. მარტო იმის კი არა, რასაც თქვენ ახლა აქ ცდილობთ. ყველაფრის, მათ შორის აქ წერია, ყველაფრის, რა თქმა უნდა. მათ შორის პირველ პერიოდში, ბოდიში გაწყვეტინებ, სტრასბურგი ამბობს, რომ პირველ პერიოდში, ანუ როდესაც თქვენ ჯერ კიდევ მინისტრი ხართ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად ინიშნებით, პირველ პერიოდშიო ისიც კი არ შედგენილაო დოკუმენტიო, სადაც ქრონოლოგიურად იქნებოდა აღწერილი, რის მერე რა მოხდაო.
ამას ამბობს სტრასბურგი. ეს მაინც შეგედგინათ ქრონოლოგიურად რის მერე რა მოხდა თქვენზე უკეთ ვინ შეადგენდა. ქალბატონო თავმჯდომარე, ხო შეიძლება შეგიძლიათ ვიძახოთ რომ რასაც მე ვამბობ ტყუილია, მაგრამ ეს აქტია და წაიკითხეთ. იღებთ თუ არა პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც და მიესალმებით თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე დაფუძნებულ ახალ გამოძიებას. მიესალმებით თუ არ მიესალმებით? 6 წელი რო აგიჩემებიათ, მიესალმებით თუ არ მიესალმებით, რა პრობლემაა? 6 წელი არის ფაქტი, ციფრებია, თარიღია, ხო? იმ 6 წლის მანძილზე წელიწად ნახევარი თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს ექს-პრემიერთან შეკითხვები ჰქონდა აქციის დაშლის ოპერაციის ტაქტიკურ ნაწილთან დაკავშირებით. ვინ გასცა სპეციალური საშუალებების და მათ შორის რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება, ასევე როგორ და ვისთან ერთად მართავდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპერაციას და რა რეაგირება ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე არაერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭაობს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნოდა ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობდი. რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება? ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული? ეს მოხდა სადღაც შუაში. ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით? ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში. თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? ჩემი მოადგილეები. რომლები? საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. არ იყო დაგეგმილი რაღაც სპეციალური ღონისძიება ან გამოცხადებული რაღაც შტურმი, ხო? ეს იყო სპონტანური მძიმე ღამე. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთვის და სისტემისთვის თუნდაც უმძიმესი შტურმის მოგერიება ვერ იქნება რაღაცა სპონტანური, ეს უნდა იყოს მკაცრად გაწერილი ღონისძიება, სპეცოპერაცია, როდესაც ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს. რაც შეეხება იმ რეზინის ტყვიებს, რომელთა გამოყენების გამო დადგა არაერთი ახალგაზრდის და ადამიანის ცხოვრებაში უმძიმესი დრო, დასახიჩდნენ ისინი და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაუდგინა საქართველოს და დაავალა უფრო დეტალურად საქმის გამოძიება. თქვენ ამბობთ, რომ აი ამის გამომწვევი ტყვიების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსში გამოყენებული ტყვეები. მე არ ვიცი რა ენაზე საუბარი შემოგთავაზოთ, მგონია რომ ქართულად ვსაუბრობთ. თქვენ ბრძანეთ, თქვენ თვითონ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე არ გამიცია რეზინის ტყვეების გამოყენების შესახებ ბრძანებაო და არც ჩემს მოადგილეებსო, რომელთაგან მინიმუმ ერთი დაასახელეთ, რომ იმყოფებოდა შენობაში. შემდეგ მე რომ გკითხეთ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი მეთქი რომ სხვამ გასცა, თქვენ თქვით რომ არ ვიცი ამის შესახებო. და მე მეკითხეთ რომ თვითნებურად ვიღაცამ ადგილზე გადაწყვიტა, ახლა თქვით რომ თვითმოგერიების რეჟიმი იყო. ხომ ჩვენ ამას ხომ იმისთვის არ ვსვამთ კითხვებს რომ უბრალოდ ცნობის მოყარეობა გვაქვს. ამაზე თქვენი პასუხია რომ ამ კონკრეტულმა თვითმოგერიების რეჟიმში მიიღეს თუ არა და იქ ცალკეულ შემთხვევებზე უნდა ყოფილიყო გამოძიება.
გასაგებია. მე მგონი ვთანხმდებით, რომ სწორად გავიგე, რაც მითხარით ქართულ ენაზე. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ თქვა, რომ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვეების გამოყენების გადაწყვეტილება თვით მოგერიების რეჟიმში მიიღეს, სხდომაზე კამათი დაიწყო. კანონმდებლები დაინტერესდნენ, გრძნობდა თუ არა პასუხისგებლობას ყოფილი მინისტრი, რომელსაც დღეს არაერთხელ შეახსენეს, რომ კომისიის შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებდა. შოუს მოწყობა არ მინდა რომ თქვენ დაემსგავსოთ იმას, ნაცები ახსენეთ ახლა და შოუს მოწყობები ხო კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ, კვაშაძეები და სხვები. ნუ დაემსგავსებით, თლად ხავეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით. ვინ გასცა ბრძანება და ან თუ ასეთი არ იყო და არ იყო ამის საჭიროება, მაშინ გაეცეთ პასუხი რეზინის ტყვეების გამოყენებას. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვეები, ეს ნიშნავს იმას და აქამდეც თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვეების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე ითავხედეს, ასე ვთქვათ და თვალები დათხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო. თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ მე გავეცი ეს ბრძანებაო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო და ვეღარ გავიგებ. ითნებურად მიიღეს, რაც ჩვენ დაგვრჩა განცდა რომ პოლიციელებს შეეცადეთ რომ დაგებრალებინათ, თუ თქვენ გაეცით ბრძანება. მადლობა. ქალბატონო, ეს არის პასუხი? ეს არის კითხვა? კი, ეს არის კითხვა. მეტი რანაირად ჩვენ ბადნო გიორგი ხანდახან მგონია რომ ჩვენ რაღაცა სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ბევრი მკითხეთ და გიპასუხეთ ამაზე. ისე ნუ იზავთ თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს თქვენ დროს მოხდა, თქვენი ხელმძღვანელობის დროს და გაგვეცით პასუხი. კი ბატონო, მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს. ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემს. გამოიწიეთ, ეს გამოძიება მიმდინარეა. გამოძიება სადღაც მიდის და იქ დროს მასალები გარ არის თქვენი საქმე რა. რასაც გეკითხებით, იმას უპასუხეთ. კანონმდებლები დაინტერესდნენ, ვინ იყო გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტის შენობაში, მაშინ როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო და რატომ გასცემდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრძანებებს სახალხო დამცველის თანდასწრებით. თქვენ როცა გნებავთ რაღაცა გახსოვთ, როცა გნებავთ რაღაცა არ გახსოვთ თუ როგორ არის. თავიდან თქვით რომ აქო მე კაცშვილი არ მენახია ნაცების გარდაო, უმრავლესობის დეპუტატებიო, ესე მახსოვს, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ. და მე თვითონ ურეკავდი და მომყავდაო. ხო სწორად მახსოვს მე. მე ბრძანეთ რომ ვამშვიდებდი დეპუტატებს, იმიტომ დავდიოდი ოთახიდან ოთახებშიო. ხო არ გახსოვთ ვინ დეპუტატებს ამშვიდებდით? არ მახსოვს. ხო არავის წაუვიდა, ხო არ მოასწორებთ. მაგრამ ზოგიერთებს სხალი მივაწოდე. ზოგიერთ წყავაც დაუწყო. ვინ იყო? არ მახსოვს, არა, არ მახსოვს. ჩემთვის ეს აბსოლუტურად აი რაღაცა აბსურდის თეატრია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმის მაგივრად რომ შტურმს იგერიებდეს, ყავას უსხამდა დეპუტატებს. ნუ ხა დავანებოთ ამ გროტესკზე საუბარს თავი. ანუ საზოგადოებას მაინც წარმოუდგენელ რაღაცებს ვისმენ. რამდენი პოლიციელი იყო მობილიზებული აქციაზე? არ მახსოვს. თქვენ ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე იყო და ხელმძღვანელობდით ამას და არ იცით რამდენი პოლიციელი იყო მობილიზებული. პოლიციელების ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს და არც ყოფილა ეს ჩემი საქმე პოლიციელის ზუსტი რაოდენობა მცოდნოდა. თქვენ არ გახსოვთ აი ამ მართლა ყველაზე მნიშვნელოვან ღამეს არ გახსოვთ რომელ კაბინეტში იყავით, არ გახსოვთ ვინ იყო თქვენს გვერდით, არ გახსოვს საერთოდ რა ბრძანებებს გასცემდით თუ არა რამე ბრძანებებს და იძულებული ვარ განგიახსირედით მეხსიერება, იმიტომ რომ მე ვიყავი ნამდვილად იქ და დაახლოებით ამხელა დარბაზი ამავე ფლიგელში, პარლამენტის ამავე ფლიგელში, ერთი სართულით ქვემოთ, ვიცე-სპიკერის ოთახში ამხელა დარბაზი იყო სავსე პარლამენტის წევრებით, იყვნენ მთავრობის წევრებიც, ვიყავი მეც. დიახ, ესე იყო. რა თქმა უნდა, მე არ მithქვამს რომ არ იყვნენ. გვერდით ოთახში, პატარა ოთახში. მე არ მithქვამს რომ არ მიყვნენ. მე მოვიყვანე ძალით. და პირველად თავიდან არავინ არ იყო აქ. ძალიან იყო ეს შენობა. სადაც თქვენ ბრძანებებს გასცემდით, იქ მაინც გახსოვებათ ვინ იყვნენ თქვენთან ერთად, მუდმივად გაუსვლელად იქიდან. გახსოვთ? არა, თუ გახსოვთ ვინ იყო თქვენთან ერთად ოთახში. ვიღაცა შედიოდა, ვიღაცა გადიოდა 24-ის ვიყავი დიახ. სახალხო დამცველი ჩართეთ მიკროფონით. ნინო ლომჯარია იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით. დიახ, ვიყავი და გაგახსენებთ. ძალიან კარგი. ბრძანებას გაგახსენებთ. ძალიან კარგი. ბატონო გიორგი, რატომ მოიტყუეთ მაშინ?
2 წუთის წინ ვკითხეთ, ვინ იყო მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი მეთქი და ბევრი სხვა რა, ლომჯარია ესე ბევრი სხვა არის? იქ იცით რამდენი ადამიანი იყო? ბევრი ხალხი სულ არ მახსოვდა იქ ლომჯარია რო იყო. არის ლომჯარია. აბა რა არის ლომჯარია? თქვენ დიდი ვინმეა ლომჯარია? აი მას დიდი ვინმე თუ არა, თქვენ ოთახში რა უნდათ კაცო? თქვენ ოთახში რა უნდოდა ლომჯარიას ნაცების წარმომადგენლებს? აქეთ რო გვაბრალებ ნაცობას. ნაცების სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი უნდა ყოფილიყო გამზირზე და დაეცვა მოქალაქეების უფლებები და აღენუსხა ყველა დაზიანება. ეს იყო სახალხო დამცველს. ეხლა ლომჯარიას საქმესაც მე ნუ დამაბრალებ და საკონტროლებ რა. არა, გვექნება რა სტატუსით ყავდათ იქ. დავაფიქსირე, რომ მოიტყუეთ. და რა იყო მისი როლი? აი ეს მეტი არა. ეხება ბრძანების გაცემა. თქვენ იტყუებით. რაც შეეხება ანუ რა არისო იქ ქალბატონი ლომჯარია? მე გითხარით რომ არ მახსოვს მეთქი იყო თუ არა ლომჯარია. შეიძლება იყო, შეიძლება არ იყო. ძალიან ესეც სერიოზული ამნეზია დაგმართია. ბრძანება გაეცით დაშლის. კი არ გითქვიათ რომ რეზინის ტყვია გავარდეს. უბრალოდ საერთოდ არ გიხსენებიათ რამე კონკრეტ დაშალეთ და რადგანაც დაშლის ბრძანება იყო გაცემული, იქ იგულისხმებოდა ავტომატურად როგორც ჩანს ესეც ასე იქნებოდით შეთანხმებული. იმ ოთახიდან ზემოდან კარგად არ ჩანდა, მე მეორე ოთახში რომ გავედი და დავინახე ტელევიზორში რა უბედურება ტრიალებ და შემოვედი თქვენთან და გითხარით რომ გააჩერე რეზინის ტყვიების სროლა. იმიტომ რომ უბედურება ტრიალებს. თქვენი ცინიკური პასუხი იყო, სრულიად ცინიკური რომ რაღაც ძველი დროის კადრებს ატრიალებენო. თურმე თქვენთან მილაპარაკია, თქვენ რჩევები მოგიციათ ჩემთვის. მე ამ რჩევებზე რაღაცა პასუხი გამიცია. თქვენ თურმე აქ ყოფილხართ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ეს პროკურატურას მოახსენეთ. თქვენს კაბინეტში მყოფი ლომჯარია, რომელიც თურმე გიორგი ბურჯანაძესთან, გიორგი ქვია მგონი, ასკინკილა ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში. რატომ არ აიღო პოლიტიკური პასუხისგებლობა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და რატომ არ დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც სხდომის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს დაუსვა. თქვენ და ამჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ძალიან ზუსტად იგივე გავაკეთე მე. შვიდობიანი აქციების დროს ვერ გათქმევინებთ, ვერ გავიგე. რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აგვიხსნათ. პოლიტიკაში ყოფნას აგრძელებთ, ისე რომ ფრანგებს აქვთ ესეთი გამოთქმა, თვალებზეც არ გცივათ. აი ესე. აბსოლუტურად გაბედულად აგრძელებთ პოლიტიკაში ყოფნას, ვითომაც ბალი ორი შაური, რომ იტყვიან უხეშად. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე ასე წარმომიდგენია, რომ თქვენ გამოსულიყავით და გეღიარებინათ, რომ ეს ისეთი რაღაცა მოხდა, რომ მე ამის მერე უბრალოდ არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. ქუცნაშვილი ბატონი ზაქარია. ის იყო მასპინძელი ამ ფორუმის, მათ შორის იმ ფორუმზე მოწვეული პირების, როგორც დეპუტატი, როგორც კი ეს მოხდა, მან თქვენგან განსხვავებით აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში ყოფნაზე და მის მოწვევაზე და აღარავის აღარ უნახავს ეს ადამიანი პოლიტიკურ ველზე. ეს ერთი. მეორე, ირაკლი კობახიძე ამ დროს იმყოფებოდა უცხოეთში, მე არ მინდა ახლა შევცდე და მგონი ბაქოში და აქ იყო ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რომელსაც მე დავურეკე და ვკითხე თამარ იუსტიციის მინისტრმა, როგორ მოხდა გავრილოვის დარბაზში. ქალბატონმა თამარმა მითხრა, აბა მე რა ვიცი დარბაზში როგორ აღმოჩნდა. ამის მერე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ. 20 ივნისის საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე კომისიის წევრებმა 20 ივნისის აქციასა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს შორის პარალელი გაავლეს და კახარიას კითხვა ისევ პასუხისმგებლობაზე დაუსვეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი დღეს ღმერთმა დაიფაროს და გომელაურმა რო რეზინის ტყვიები გამოიყენოს და ვიღაცები დასახიჩდნენ. ის უნდა გადადგეს თუ არა? თქვენ, ეხლა მე მორალურ გიპასუხებთ მეც. მორალურ კითხვას მისვამთ იმ შემთხვევასთან შედარებით, ადამიანთან შედარებით, ან ხალხთან შედარებით, რომლებიც მშვიდობიან აქციას. არავითარ მშვიდობიანობასთან არ გვაქვს საქმე. შტურმი იყო?
შტურმი იყო? ძალადობა. ერთი წუთი. ბატონო გიორგი, ნანახი გაქვთ დასახიჩრებული პოლიციელების ფოტოები? მე ბევრი დასახიჩრებული პოლიციელი მყავს. აი ამ ყველაფერის ფონზე, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი აი ამას ამბობს, აი მე გეკითხებით. შეხედეთ აი ამ პოლიციელების ფოტოებს. ეს არის მშვიდობიანი აქცია, ბატონო გიორგი? ეს გასწავლეს იმ რუსმა ლექტორებმა? დაგმეთ და დავასრულოთ. რატო არ გმობთ ამას? ერთხელ მაინც დაგმეთ. 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია 4 საათზე მეტხანს მსჯელობდა. ამის შემდეგ ყოფილ პრემიერთან და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან შეკითხვები დაისვა მის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდა. ნაწილი მეორე სხვა არაერთი კრიზისი და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას მიიღო. მათ შორის 2019 წლის აგვისტოში, როცა გახარიას ბრძანებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის ახალი საგუშაგო ჩადგეს. ამას მოყვა ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მუქარა და ულტიმატუმი და გაჩნდა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეიარაღებული ესკალაციის ახალი საფრთხე. შედეგად ჩორჩანა წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად განათავსეს საოკუპაციო რეჟიმის რამდენიმე საგუშაგო. სწორედ ამის შემდეგ ვეღარ სარგებლობს იმ ტყით ადგილობრივი მოსახლეობა, სადაც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გზა გაიყვანა და დღემდე იქ შეიარაღებული პირები პატრულირებენ. კიდევ ერთი თემა პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომა, რასაც წინ უძღოდა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება, თუმცა მისი აღსრულება გიორგი გახარიამ გადაიფიქრა და ყველასათვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ პოსტს ტოვებს. მიგვატოვეთ ძლევა მოსილმა ლიდერმა, რომელსაც კარტ ბლანში გქონდა და შეგეძლოთ ქვეყანას სწორ გზაზე წაგეყვანა. თეატ სულუკიანი გიორგი გახარიას ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგება ადანაშაულებს. თავის მხრივ ყოფილი პრემიერი პრეტენზიებს უყენებს თავის ყოფილ მინისტრებს და აცხადებს, რომ პოზიცია მათ პოლიტიკიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა შეაცვლევინა და ის ოპოზიციაში სწორედ ქართული ოცნების დამფუძნებელმა გაიყვანა, რასაც გახარია უხილავი კაცის ხელს უწოდებს. საბოლოოდ როგორ დასრულდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 6 საათიანი სხდომა და ამოიწურა თუ არა ამით გახარიას საქმე. ქეთი ზანთრაია განახსოვს თემაზე საუბრს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მიიღეს გიორგი გახარიასგან, სხვა შემთხვევების მსგავსად აისახება დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში და იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ მის მიერ გავრცელებული და მისი მხრიდან მიღებული ინფორმაცია საინტერესო იქნება და საჭირო იქნება პროკურატურისთვის კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, როგორც ახალი მტკიცებულება დროებითი საგამოძიებო კომისია ამასალას გადაუგზავნეს უკვე შესაბამის საგამოძიებო უწყებას. საგუშაგომდე შესაძლებელი იყო თუ არა სხვა რამე პრევენციული ღონისძიებების გატარება. რისთან შეთანხმებით მიიღო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება და გადააზღვია თუ არა რისკები. ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც პასუხების გაცემა გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოუწია. კომისიის სხდომაზე დღეს ყოფილ ძალოვანს არაერთხელ შეახსენეს, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეწინა აღმდეგებოდა და შედეგიც ქვეყნისთვის რეალური საფრთხე აღმოჩნდა. დღეს შედეგი ის გვაქვს, რომ ერთი საგუშაგოს ნაცვლად მივიღეთ იქიდან 5 საგუშაგო, აქედან 3 გარკვეულ სიმაღლეებზე არსებობს. მაშინ იმ დროს მოყვა დაძაბულობა იმ დონეზე, რომ ოსებმა, სეპარატისტულმა რეჟიმმა ზადყოფნაში მოიყვანა თავისი საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც იქ ოპერირებდნენ და საჭირო იყო, ყველასთან იყო შეთანხმებული. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს სიურპრიზი იყო, ეს არის ტყუილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო კატეგორიულად წინააღმდეგი ამისა. სუსი არის სახელმწიფო სამსახური. ღმერთია, განსხვავებული აზრი არ შეიძლება არსებობდეს? დასწრების პრინციპმა არამც თუ არ გაამართლა 100 ჰექტარზე მეტი ტყე აიღეს და წაიღეს, თუ არც ერთი საგუშაგო არ იყო, არც ჩვენი მხრიდან, არც მათი მხრიდან, ეხლა ჩვენი მხრიდან არის ერთი საგუშაგო და მათი მხრიდან მაშინვე თქვენ დროს დაყენებული 5 საგუშაგო, რეალურად რაღაცა რისკები იქ სერიოზული ჩვენ ქვეყანას დაუდგა და მორიგჯერ დანის პირზე გავიარეთ. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გიორგი გახარიას კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენაც მოსთხოვეს. მაგალითად, კომისიის წევრები დაინტერესდნენ ოფიციალური წესის შესაბამისად საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა თუ არა შესაბამისმა უწყებამ.
თუ კი რაიმე საგუშაგოს ან მსგავსი ტიპის სიახლის შეთავაზებას გადაწყვეტ და ერთი მხარე აქეთა მხრიდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა ეცნობებინა ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით და არა სხვანაირად სეპარატისტებისა და საოკუპაციო ძალისთვის. ეს თქვენ გააკეთეთ თუ არა? რამდენი ახალი საგუშაგო და ეს საოკუპაციო ხაზი გადმოუწევია, თქვენ გონიათ ვინმე ჩვენ რამეს გვატყობინებდა? მინიმუმ იმას მაინც ნუ ამბობთ, რომ პროცედურა დაიცავით, სუსი თანახმა იყო, ყველა თანახმა იყო, პრემიერმა ორი ხელი აუწია. ეს არ არის ასე. ხაზი გადმოწიეს თქვენი მიერ იქ საგუშაგოს განთავსების შედეგად. ჩემი ინტერპრეტაცია და მიზანი არის, რომ დაგვეცვა 1800 ჰექტარი ტყე, დაგვეცვა საოკუპაციო ხაზის რაც ვერ დაიცავით, რაც დაბიცავით. მაგალითად, ყოფში, ყობიქვია თუ სწორად მახსოვს, 3 მოსახლეები იძულებული გახდა წამოსულიყო, სახლებიც კი წაიღეს. წნელისში ერთი სახლი ზუსტად მახსოვს. კარგი სუსი არ გეხატებოდათ გულზე. იუემემს რა თქმა უნდა. ყველა ვინც საჭირო იყო, ყველას ჰქონდა ყველაფერი შეტყობინება. სად არის ამის მტკიცებულება? აცდენილი ხარ. ამასაც შევიტან მე დასკვნაში, რომ თქვენ მე მიპასუხეთ, რომ მე ვარ აცდენილი. ეს თქვენი პასუხია. მერე ეს დასკვნა გადაიგზავნება პროკურატურაში და ვინ რას ვართ აცდენილი? მერე გამოიძიებთ და დამიჭერთ. ვის რა შეჭirdებით, მე არ ვიცი. არავის შევთანხმდით. რას მომიყვანეთ მაშინ თუ არ გჭირდებით რა? თქვენით მოხვედით, ჩვენ დაგიბარეთ, ნუ მოხვიდოდით, მაგრამ პარლამენტში გინდათ და რა უნდა. რა შედეგები დადგა შეუთანხმებელი ქმედებების შედეგად? ამაზე საგამოძიებო კომისიის ხდომის განმავლობაში არაერთხელ ისაუბრეს. გახარიას დღეს ისიც არაერთხელ შეახსენეს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ შეცვალა. შეიძლება შემეძლო ბევრი რაღაცა, მაგრამ ასეთი ძლევამოსილი ვიყავი, რომ ყველაფერს ვაკეთებდი ისე, როგორც მე მომინდებოდა? იყავით რა შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვენ იყავით სუპერძლევამოსილი. მე მყოფნის. კი, თქვენ ყოფნით. ამიტომ თქვენს პარტიაში გამოიყენეთ ეგ ძლევამოსილება. შედეგად რა მივიღეთ? აი, რუკარო წარმოვიდგინოთ. მივიღეთ ის, რაც ჰქონდა მიზანი. მიზანი იყო, რომ საოკუპაციო ხაზი რუკაზე და მიწაზე არ გადმოწეულიყო. გეუბნებით მე ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა, რომ ვერ გავიგეთ ჰიბრიდული სტატუსი გაქვთ რაღაცა. იცით ქუჩაში რა კარგია? ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციიდან, მაშინ როდესაც თქვენ სადიჯექით თბილად გერმანიაში არ ვიცი, პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ. გაშინებენ ხო ქუჩის მავნებლები? ჩემი შეშინება ესე აი თანაი ასე რაღაც მოგონილი თემებით მარტივი არ არის და ხო და აი მაისში გელოდებით სკამზე პლენარულ დარბაზში აი ესე წვავე შეკითხვები გიორგი გახარიასთან მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს არ ეხებოდა. რა მიზეზით გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რატომ არ წმუნებდა გუნდს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაში. შემდეგ კი მის დაკავებას არ ემხრობოდა. საგამოძიებო კომისიის წევრები დაინტერესდნენ, შეხვდა თუ არა გადადგომამდე მთავრობის ყოფილი მეთაური კონკრეტული ქვეყნის ელჩებს. თქვენ უნდა შეხვედროდით ამ შუალედში რომელიღაც ელჩს, რომელმაც გადაგაფიქრებინათ მელიას დაკავება და სხვა გზა აღარ იყო და მიგვატოვეთ და სხვის ჭკუაზე გაიარეთ. მართალია ეს? არა, ეს არ არის მართალი. მაშინ რა მოხდა? კი ბატონო, ეხლა გეტყვით რამ. გიდასურებთ, რომ ჩემი კაფე პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი, მელია მართლა იყო დასაკავებელი. ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ მელია დაგვეჭირა ისე და სამართალი აგვესრულებინა ისე, რომ არანაირი ამინისტიის მოთხოვნის რესურსი უცხოელებისთვის არ დაგვეტოვებინა. ფაქტი ის არის, რომ თქვენ როგორც კი გახვედით სცენიდან, მაშინვე დააკავა შინაგან საქმეთა მინისტრმა მელია. ვის შეხვდით და ვინ გითხრათ, რომ არ ღირდა მელიას დაკავება? რატომ არ დააკავეთ მელია თუ გომელაური იყო მზად მოქმედებისთვის? გიხსნით, იმიტომ რომ მელია უნდა დაკავებულიყო ისე, რომ ეხლა გარეთ კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ციხეში და თქვენი მაშინ წინასწარ ხო არ იცოდით? რა? რომ მელია გარეთ იქნებოდა, იცოდით წინასწარ? თუ მელია დაკავებული იქნებოდა უხეშად ისე როგორც დააკავეს, რა თქმა უნდა წარმოდგენა მქონდა რომ იქნებოდა გარეთ. ხომ არ შეხვდით რომელიღაც უცხოელს
დიპლომატს, რომელმაც გუნდის წინააღმდეგ და საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ. მე გადაწყვეტილებას ვერ მიმაღებინებს. მაგალითად ისეთ უცხოელებს, რომლებმაც შემდეგ მელიას გირაოს ფული შეუგროვეს და გადაუხადეს. არა, იმ შუალედში იმუნიტეტი, რაც ჩვენ მოვუხსენით და თქვენ გამოგყევით პროცედურაში და თქვენი გადადგომის ბრიფინგ შორის, რომელ ელჩს შეხვდით და ვინ გირჩიათ, რომ გასულიყავით ოპოზიციაში. მე ყოველ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებოდი, მათ შორის ელჩებსაც და უცხოელებს და სამსახური მქონდა ასეთი. იმ შუალედშიც შეხვდით. მათ შორის რა თქმა უნდა. ესე იგი, ბატონო, ძალიან საინტერესო ამბებს ვისმენთ, რო არ იყოს ეს ერთი ჩვეულებრივი ბრინჯივით დაბნეულობა თქვენი მხრიდან. ნიკა მელიას დაკავებასა და მის გადადგომასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრის დროს გიორგი გახარიას დღეს დეტალებზე საუბრის სურვილი არ ჰქონდა და ხშირად იმის თქმაც უწევდა, რომ კონკრეტული მოვლენები არ ახსოვდა. მე ჩემი კაბინეტის წევრებთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, სუსთან, ყველასთან კავშირზე ვარ ინფორმაციები მომდის. ამ ჩემს მიწერილზე ქალბატონ მათეამ არ მახსოვს ახლა კიდე სხვებმა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. შეხვდით ამერიკის ელჩს. იმუნიტეტის მოხსნასა და თქვენს გადადგომას შორის. მელიაზე თუ იყო საუბარი იმ შეხვედრაზე? იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, მელიაზე კონკრეტულად არ მახსოვს იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი. მე არ ვლაპარაკობ აერზე. მე როდესაც ვამბობ, ესე იგი ვამბობ. თუ ვამბობ რომ არ მახსოვს, ან ვერ ვიხსენებ, ვიტყვი არ მახსოვს და ვერ მიხსენებ. გიორგი გახარიას მოსმენა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღის 12 საათზე დაიწყო და თითქმის 6 საათი გაგრძელდა. ხანგრძლივი მოსმენის მიუხედავად დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს დარჩათ განცდა, რომ გიორგი გახარიას დღეს ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მორიგის სიცრუის ტირაჟირებას. ასეთი არის ის შეფასებები, რომელიც გაკეთდა კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან და ეს კომისია დასკვნით ნაწილში მხოლოდ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებს არ მოიცავდა. მაგალითად, კომისიის თავმჯდომარემ დღის ბოლოს გიორგი გახარიას კითხა აპირებს თუ არა ის და ფიქრობს თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მიიღოს ის მანდატები, რომელიც გიორგი გახარიას პარტიამ არჩევნების შედეგად აიღო, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მისთვის უცნაურია ეს შეკითხვა და გაუგებარია, საიდან დარჩა კომისიის თავმჯდომარეს ეს განცდა. მან საკუთარ პოზიციაზე დღეს არ ისაუბრა, თუმცა ისაუბრა მისივე შეფასებით ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის სურვილზე. ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ. ქალბატონ თეა, თუ გამიმხელთ რითი შეატყვეთ, მე მეწოდინება. რა თქმა უნდა, თქვენი ნება როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც. არ ვიცი რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჯორებიც მსმენია ქალბატონ თეა, გაგიმხელთ, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა. შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ. არ ვიცი. აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარევიცით დიდება უფალს. თქვენ ძალიან იწვალეთ დღევანდელ ამ შეხვედრაზე. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ძალიან იწვალეთ ის, რომ კონკრეტულად შეხვდით თუ არა კონკრეტული საელჩოს ელჩს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ძალიან იწვალეთ და დაადასტურეთ. ძალიან იწვალეთ და დაადასტურეთ, რომ საუბარი თურმე შეეხებოდა მელია საკითხს. თქვენ დღეს როგორც აი ტელევიზია რო დადიხართ და ატყუებთ ქართულ ხალხს, დღესაც მორიგ ჯერზე სრული სიცრუე, აი როგორც თქვენ ამბობთ, წყალი, სულ ყველაფერი წყალი, გარდა სიცრუისა და ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია დღეს თქვათ, რაც ამ სხდომაზე მოვისმინეთ, თქვენ ბევრჯერ მოგვატყუეთ საზოგადოებას, შეეცადეთ რომ მოგეტყუებინათ, ამიტომ თქვენ ხართ უბრალოდ მატყუარა ჩვეულებრივი. დიდი მადლობა. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში უსმენდნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ექს-შინაგან საქმეთა მინისტრს. მადლობა, კეთი ზანთარაია საუბრობდა გიორგი გახარიას 6 საათიან გამოკითხვის დეტალებზე.
ყოფილი პრემიერი, რომელიც ოპოზიციიდან ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც უარი არ თქვა საგამოძიებო კომისიაზე მისულიყო. სწორედ ამიტომ დღეს მას ყველა აკრიტიკებს. მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ გიორგი გახარიამ დღეს ფარსში მიიღო მონაწილეობა და ლეგიტიმაცია მიაინჭა ოცნების პარლამენტს. ოცნება უდრის ოცნებას მსგავსი შეფასება გააკეთა თინათინ ბოკუჩავა, რომელიც იმუქრება, რომ საზოგადოება მალე იხილავს ნაციონალური მოძრაობის სიმართლის კომისიას, მათ შორის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. არსად გაქვთ წასასვლელი, არც აქ მიგიღებენ, არც იქინე სიტყვები თეატ ლუკიანმა გიორგი გახარიას დღეს ჯერ კიდევ მაშინ უთხრა, სანამ ოპოზიციის რისხვის ტალღა აგორდებოდა მის წინააღმდეგ. ქართული ოცნება თვლის, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური კარიერა დასრულებულია ყოფილ პრემიერს იმის გამო, რომ მანდატებს არდებს პარლამენტში არ დადის და თან სახელმწიფო დაფინანსებას იღებს, ყველა აკრიტიკებს. ნახევრად ფეხმძიმობა არ შეიძლება, ამბობს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიები კი უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ გახარია ოპოზიციურ ერთობას შლის და მანდატების შენარჩუნების შემდეგ უკვე იმ საგამოძიებო კომისიაზეც მივიდა, რომლის გამო სხვა ოპოზიციურ პარტიებს პროკურატურაში იბარებენ. თავის მხრივ ოპოზიციაში წასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისევ იმეორებს, რომ მას არავის აზრი არ აინტერესებს. ეს კაცი არის პარლამენტარი, ეს კაცი და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას მისვლა ნაციონალური მოძრაობისთვის პირდაპირ დასტურია, რომ ექს-პრემიერი საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმურობას ანიჭებს. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ მათ ვარაუდს გახარიას გუნდის გადაწყვეტილებაც ამყარებს, რომ ისინი ამ დრომდე პარლამენტის მანდატებსა და სახელმწიფო დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ. პრეზიდენტის პარტიაში ექს-პრემიერთან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავენ. მისი პოლიტიკური ორგანიზაციის სურვილი არის, რომ ყველა გაუქმდეს და თვითონ გადარჩეს. ამ სურვილით, როდესაც მოქმედებ, რა თქმა უნდა, შენ სრულფასოვან პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად ვერ კვალიფიცირდები. გიორგი გახარიას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც აკრიტიკებენ და ექს-პრემიერს ახსენებენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა. მათ შორისაა მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და პარლამენტში გახარიას მისვლას ფარსი უწოდა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ნიკა მელიაც. ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ. პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების გაправება. წერტილი. სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე იყო ორი გამხლეთში საკითხი, რომელზეც უნდა მომხდარიყო შეჯერება. საგამოძიებო კომისია, მაშინ მონაწილეობა არ მონაწილეობა, რომელიც ვითომ შეთანხმდა. სამომავლოდ თუ გვინდა ერთობა უნდა მოხდეს ფუნდამენტურ და რეალურ საკითხებზე და საზოგადოებას ტყუილი არ უნდა ვაკადროთ. თითქოს შენ რაიმე მნიშვნელოვანს აკორდინირებ. ოპოზიციის აზრი მნიშვნელოვანი არ არის გიორგი გახარიასთვის. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ პარტიების კრიტიკა მის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე გავლენას ვერ მოახდენს. ოპოზიცია გაკრიტიკა. ყველაფერი კარგად ხდება. მაგრიტიკოს მე ოპოზიციამ რამდენიც უნდა. მართველი გუნდი კი გახარიას მხრიდან ამომრჩევლის მოტყუების მცდელობასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ექს-პრემიერის პარტიას არც მანდატები დაუტოვებია და არც სახელმწიფო დაფინანსებაზე უთქვამს უარი. გახარიას პარტია დღეს ტყუილში პარლამენტის თავმჯდომარე მამხილა. პარტია პარლამენტში არის. ეს ხა თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის ხა პარლამენტში არის, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად და ხა როგორ ატყუებენ თავის ამომრჩევლებს თუ სხვებს რომ თან არიან თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმება არ არსებობს. ასე რომ პარლამენტის წევრები არიან. დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს. დამშვიდდა ლომჯარია. მეორე მოსასვენებელი ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. და 2-3 ადამიანი იყვნენ ხოლმე ძირითადად, დანარჩენი კარი როცა გაიღებოდა იყო რაღაც კომუნიკაციის საშუალება და გიჟივი დარბოდა წინ და უკან ვერ იგებდა რა უნდა გაეკეთებინა. ერთ-ერთი რაც გაიგო, როგორც ჩანს, დავალება გასცა, რომელი დავალებაც და რომელი მოქმედებაც და მოქმედების შესახებ შეაწმინდა ხელი დღეს ქართულ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. თორე ლეგიტიმური მოგერიება რა თქმა უნდა იყო. მაგრამ დღეს რო თუმე წარმოდგენა არა აქვს, ვინ გასცა ტყვის გაცემის ბრძანება მანამდე ვიდრე წყალი და წყლის ჭავლი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ნუ ეს რა შეწერია ალბათ ხვდებით. ჩორჩანა მოიტყუა ადამიანმა, რომ გადმოწეული არ არის 1 მეტრი, თუ კილომეტრზე მეტით გადმოიწია ერთადერთი ყველამ რო იცოდეთ. ერთადერთი შემთხვევაა ქართული ოცნების მმართველობის დროს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.
მაგ ამბავში. როცა მისი პროვოკაციული და ავანტიურისტული მოქმედების შედეგად არსებულიდან კილომეტრზე მეტით გადმოიწია საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის სიღრმეში საოკუპაციო ხაზმა. თურმე წყენია ბიძინა ივანიშვილი ჩაერიაო დილით რაღაცეებშიო. მესამე ტყუილი. მაშინ როდესაც მომდევნო დღესვე როგორც კი მელია დააკავეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში გააკეთა განცხადება რომ მოწოდების მიუხედავად მაინც ასე იმოქმედეს ეს დემოკრატიისთვის ცუდია თუ რაღაც მსგავსი ნეგატიურ კონტექსტში იყო განცხადება გაკეთებული გახარია დღეს ცდილობდა დაერწმუნებინა ქართული საზოგადოება და მოეთხოვებინა ქართული საზოგადოება რომ თითქოს აღასრულეთ სამართალო ელჩმა უთხრა და აქაც აიხლართა რაც კითხვა ერთი მართალი არ უთქვამს თავარი კითხვა ჩორჩანა 20 ივნისი მელიასთვის გადადგომა პანკისში როგორ მოექცნენ პოლიციელებს მისი რაღაც დაუგეგმავი თუ განზრახ მოქმედების გამო სარალიზის საქმე აი ეს კასკადი ასეთი მოქმედებების რაზეც თან იტყუება და თან ყველას რაღაცა უბედურება და ნეგატიური ამბები მოყვა ან იყო აბსოლუტური უმეცრების ბრალი აბსოლუტური არაკომპეტენტურობის ბრალი ან იყო დავალება და დავალების შესრულება აგენტის მიერ. ჩემი პირადი აზრით თუ გაინტერესებთ, მე იჭვიც არ მეპარება რომ მეორესთან გვაქვს საქმე. ასეთი შტერიც არ არის, რა სიტყვას თავად გამოიყენა დღეს. მან ასეთი შტერიც არ არის. გიორგი გახარია ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი საგამოძიებო კომისიაზე მისვლამდეც არაერთხელ გახდა. ოპოზიციური პარტიები ექს-პრემიერს ერთობის ინიციატივის ჩაშლაშიც ადანაშაულებენ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გივით არგამაძეს პროკურატურაში დღეს ბრალი წარუდგინეს კომისიის წევრებს არგამაძესთან კითხვები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას ის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო თუმცა უარი თქვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულიყო დღესვე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პარტია გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელი დაიკითხა მიზეზი იგივეა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა მართველი გუნდი კომისიაზე დაბარებულ პირებს კიდევ ერთხელ ახსენებს რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ერთწლიანი პატიმრობით ან ფულადი ჯარიმით ისჯება. 5-6 კითხვა იყო ერთი და იგივე თემის გარშემო ცდილობდნენ დადასტურებას რომ ნამდვილად ქონდა მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სადღაც ვიყავი დაბარებული რაც არასოდეს არ უარყოფა არ გამიკეთებია და Facebook-ზე დაწერილი მქონდა ეგ რომ დაადგინეს მე ერთ-ერთი კითხვა იყო რატო არ მივედი რა უხსენ რატო არ მივედი და საჯაროდ გერჯემოთ ნათქვამი ზურაბ გირჩი გაჯაფარიძე არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, როდესაც იგი დაიბარეს გამოკითხვის მიზნით. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს იგი დაბარებული იქნა სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისთვის. კითხვები თავისთავად შეეხებოდა აღნიშნულ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას და ბუნებრივია გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, რატომ არ გამოცხადდა, რა მიზნით არ გამოცხადდა. პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამართლის კოდექსის 359 მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად თუ კი იქნება სათანადო სტანდარტი შექმნილი კონკრეტული პირების მიმართ, თავისთავად მოხდება მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განცხადება უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამასთან ქართული ოცნება მოვლენებს არ დააჩქარებს. მმართველი პარტია კომისიის დასკვნის შემდეგ ფაქტებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ სარჩელს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის თაობაზე თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიტანს და დარწმუნებულია, რომ მანამდე ოქტომბრის არჩევნებზე საკადრის პასუხს ამ პარტიებს ქართველი ამომრჩეველი გასცემს. ქალბატონმა თეატრულუკიანმა დააყენა საკითხი მის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ 1 თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა 1 თვით გავაგრძელოთ. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე
აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართულმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დაფინანსებლები დაავალებენ ამ ჩვენი განცხადების შემდეგ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას. რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი ცდელობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება დღეს. პროცესზე პროკურატურის 2 მოწმე გამოიკითხა, მათ შორის გორის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი მიხეილ დარჩე და ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე. ორივე მათგანი მზია ამაღლობელის დაკავებასა და შემდგომ პროცესებში მონაწილეობდა. მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო პროცესი 28 აპრილს გაიმართება. მოწმე მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ იქ იდგა უშუალოდ ამ ინციდენტის დროს, თავად ნახა და აღწერდა ვითომ ყველა დეტალს. აღმოჩნდა, რომ იქ საერთოდაც არ იდგა, იმიტომ რომ მას ჩვენ წარმოვიდგინეთ სხვა ვიდეო კადრი, სადაც ზუსტად იმ დროს, რა დროსაც უნდა ყოფილიყო ინციდენტის ადგილზე, იდგა სხვაგან. ყველა ასეთ შემთხვევაზე სრულმოწმეობასთან დაკავშირებით რასაკვირველია, ჩვენ ყველა ასეთ სრულმოწმეზე მოვითხოვთ რეაგირებას. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ჩანს ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც ასახავს უშუალოდ როგორც დანაშაულებრივ ქმედებას, უშუალოდ ასევე რამდენიმე წამით ადრე განვითარებულ მოვლენებს, სადროსაც დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის მიმდინარეობს საუბარი. სწორედ აი ამ კადრში გამოჩნდება დღევანდელ სხდომაზე დაკითხული პირი და მან თავად მათ შორის დაცვის მხარეს მიუთითა კონკრეტულად სად იმყოფება ის და როგორ შეძლო ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილი გარემოებების აღქმა. ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება არის უტყუარი. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან არის თანხვედრაში და რაც ყველაზე მთავარია, ის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ობიექტური მტკიცებულება, ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილი არის მომხდარი დანაშაულებრივი ქმედება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას დღეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარედ. შალვა პაპუაშვილი ზიზღის ენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიცია, NGO-ები და დონორის საელჩოები რადიკალიზმს ახალისებენ. თეატ ლუკიანის სახლთან ღამით ჩატარებულ აქციას ქართული ოცნება ტერორს უწოდებს, თუმცა აგრესია, მუქარა და ოჯახის წევრების შეურაცხყოფა მხოლოდ ქუჩის აქციებზე არ ხდება. ნაწილი ბულინგისთვის სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებს, მათ შორის არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვით პოზიციონირებენ და გრანტებსაც ამ ეგიდით იღებენ. არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღვივებისა. ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივების უკან მართველი გუნდი უცხოური დაფინანსების მიმღებ მესამე სექტორს ხედავს. პარლამენტის სპიკერმა საკუთარ სოციალურ ქსელში სამოქალაქო სექტორი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობაშიც დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ წლებია დონორების ფული მხოლოდ პოლიტიკურ ლობიზმს ხმარდება. შედეგად კი NGO-ების მხრიდან ბოლო წლებში არაერთი ძალადობრივი აქტის სტიმულირება მოხერხდა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან დონორებს შეცდომების აღიარებას, შემდეგ კი USAID-ის მსგავსად პრიორიტეტების შეცვლას ურჩევს. შეგახსენებთ, რომ არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა, შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. მესამე სექტორი ბრალდებებს დღეს არ გამოხმაურებია. მათი პოზიციის დაცვა კი ტრადიციულად ოპოზიციამ იტვირთა. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ NGO-ები საქართველოში წლებია, მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვით არიან დაკავებული. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყნის შიგნითაც, ჩვენ პარტნიორებთანაც იმასთან დაკავშირებით, რომ წინ წამოწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცება, კონსოლიდაცია ჩვენი ქვეყნის შიგნით. ერთადერთი პოლიტიკური ძალა და აქტორი დღეს, ვინც ცდილობს ამ ქვეყანაში პროცესები გაიყვანოს რაიმე ფორმით პოლიტიკური გადაჭრის გზებიდან, ესაა ქართული ოცნება. არასამთავრობოების მიმართ განსხვავებული პოზიცია აქვთ გირჩი. პოლიტიკურ ცენტრში მათ საქმიანობას კრიტიკულად აფასებენ.
შეიძლება უამრავი პრეტენზია მქონდეს მაგალითად იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არის არც ერთი NGO რომელიც ნამდვილ ამერიკულ ღირებულებებს იცავდეს მაგალითად ჩვენ ქვეყანაში და ავრცელებდეს იცავდეს არჩევით მოსამართლეებს, კერძო საკუთრებას, თავისუფლების თავისუფლებას და ამ შემდეგ ძალადობრივი მოწოდებები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, დაპირისპირება და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი. ასეთია მმართველი პარტიის მიერ დანახული ქართული NGO-ების საქმიანობა. სახელმწიფო გუნდში არასამთავრობოებისა და ოპოზიციას საერთო უცხოური ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებენ. ამბობენ, რომ მესამე სექტორში შემოსული ეგრეთ წოდებული შავი ფული საზოგადოების მიზანმიმართულ დაყოფას ხმარდება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი შემოვიდა გარედან იმისათვის, რომ ეს სიძულვილის ენა ამგვარად ყოფილიყო რეალიზებული, რომ ჩვენ ქართველებს ერთმანეთი შეგვაზიზღონ და შეგვაძულონ და როდესაც საზოგადოებას გახლეთ, მე იქ მართვა უფრო ადვილია. უბრალოდ ხალხის უდიდესმა ნაწილმა, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გაშიფრა და არ წაყვა აგენტურის ნარატივს. დაამახინჯეს ყველაფერი, მოსპეს მთელი არსი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის და მთლიანად გადაეწყნენ პოლიტიკურ რელსებს. გამონათქვამები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ, მათ შორის ბაია პატარაიას მხრიდან რასაკვირველი არ შეესაბამება იმ ინტერესს, რომელიც ქვეყანას გააჩნია და მის საზოგადოებას გააჩნია. ხელისუფლება რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციების არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ მიზნებზე ღიად საუბრობს. ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც მათ ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს. თბილისის ცენტრში კვლავ საპროტესტო აქცია ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სტუდენტები და მოქალაქეების ნაწილი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბა, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაენის დღეს ისინი სიმბოლურად სწორედ იმ მარშრუტს გაივლიან, რომელიც სტუდენტებმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს. თვლი იმას, რომ აქ უნდა ვიდგე და ჩემი ის პატარა წვლი შევიტანო ჩემს ქვეყანაში. სიმბოლური ადგილია და შესაბამისად კი ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა აქ უნდა ვიდგეთ, იმიტომ რომ ანუ ძალა ერთობაში არაერთ საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია დღეს, სიმბოლური თარიღია და მე პირადად ვთვლი თავს ვალდებულად, რომ დავიცვა ის ენა, რომელიც არის ჩვენი. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობაში შეფასება გაკეთდა პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ზალის წარმომადგენლების მხრიდან. ასე დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე პროტესტს ისინი მიკერძოებულს უწოდებენ. მე არ მგონია, რომ რომელიმე ახალგაზრდა თუ არა ახალგაზრდა, რომელიც უყურებს ამ კომისიის ხდომებს და იღებს ინფორმაციას, სხვა შეხედულება კონდეს გარდა იმისა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. სხვა შემთხვევაში ხარ სუბიექტური. ეს აქციები ჩემი აზრით არის მათი ბოლო საშუალება და რესურსი, იმიტომ რომ პარლამენტში არ არიან, იმიტომ რომ არავის ჭირდება, პოლიტიკაში აღარ არიან, იმიტომ რომ ასევის არავის ჭირდება და უცხოეთშიც აღარ აქვს ისეთ მხარდაჭერა, როგორც ჰქონდათ და ეხლა ერთადერთი რაც შეუძლეთ რომ თავიანთ პატრონებს ფული კიდე გადმოარიცხონ ხოლმე, არის ხან 100 ხან 200 ხან რამდენიმე ადამიანი შეკრებილი, იმისთვის რომ შექმნან ილუზია, რომ აი აქ წინააღმდეგობას უწევენ ხელისუფლებას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. კლდანი ნაძალადევი, დიდუბე ჩუღურეთი, ისანი სამგორი და ვაკეს საბურთალო ნარკოტიკებს ასახებდნენ თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით, მათ შორის ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით, თუმცა ნარკოტიკის სრული მარაგის გაყიდვა ვერ მოასწრეს. დაკავებულია 4 პირი, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია. ალფა პვპ, მეთადონი და ბუპრენორფინის სამალავები აღმოჩენილია თბილისის ზღვაზეც. სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი პოლიციამ ბრალდებულების სახლებიდან და ავტომანქანებიდანაც ამოიღო. თბილისის ზღვის ტერიტორია ტყის მასივი ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც პოლიციამ გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი იპოვა. ალფა პვპ, მეთადონი და ბუპრენორფინი სამართალდამცველებმა სხვადასხვა ადგილას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებით 4 პირია დაკავებული. ერთ-ერთი დაკავებული 40 წლამდე მამაკაცია. კურიერის ინფორმაციით სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლში სამტრედიის ქუჩაზე აიყვანეს.
დაკავებული ახლა წინასწარ პატიმრობაშია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის ინფორმაციით ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. Დაცვარი დეტალურად გაიცნო ამ დროისათვის არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საქმის წარმოქმნილი მასალები ვერ ქმნის გამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ სტანდარტს. რაც შეეხება აღნიშნულ სისხლისამართლ საქმეში მტკიცებულებების არსებობას, არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ შეფასებისგან ამ ეტაპისთვის დაცვის მხარე თავს შეიკავებს, რამე თუ აღნიშნულ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე მოხდება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როდესაც ხდება უშუალოდ მტკიცებულებათა გამოკვლევა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა ემუქრება 33 წლის ბრალდებულსაც. კურიერის ინფორმაციით ის რამინ ალესკეროვია, ნასამართლები. ალესკეროვის ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს. კამერებთან საუბარი არ სურთ არც დაკავებულის ახლობლებს. როდის დააკავეს? პოლიცია როდის იყო ვერ გვეტყვით? იცნობთ თქვენ ამბებს? კურიერის ინფორმაციით რამინ ალესკეროვი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ნარკოტიკს აფასოებდა, რომ შემდეგ ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით გაიყიდა. ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში და ავტომობილებში ჩაატარეს. ამოღებულია კონკრეტული ნივთმტკიცებები. Edelweisi და Transavia France პირდაპირ ფრენებით ციურიხსა და პარიზში კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე. შვეიცარიულმა ბორტმა დღეს საქართველოს დედაქალაქში 151 მგზავრი ჩამოიყვანა. კიდევ ერთი ავიაკომპანია რეისებს საფრანგეთის დედაქალაქიდან ასრულებს. მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველოში უკვე 10-მდე ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. ციურიხსა და პარიზის გარდა ცოტა ხნის წინ British Airways-მა და EasyJet-მა პირდაპირ რეისების შესრულება ლონდონიდანაც დაიწყეს. საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა. Transavia France-მა და Edelweis-მა თბილისის მიმართულებით პირველი ფრენები შეასრულეს. ევროპელ მოგზაურებს ციურიხიდან და პარიზიდან უკვე შეუძლიათ საქართველოს პირდაპირ რეისით ეწვიონ. შეიქმნან შთაბეჭდილებები და საქართველოში აღმოჩენილ ტურისტულ ადგილებს საკუთარ ქვეყანაში პოპულარიზაცია გაუწიონ. აპრილის თვეში ჩვენ ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიას დაემატა დამატებით 4 ევროპული ავიაკომპანია, მათ შორის ისეთი წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიც არის British Airways, EasyJet, Edelweiss, ასევე Transavia საფრანგეთი. 4 ავიაკომპანიის შემოსვლა უზრუნველყოფს იმას, რომ ფრენებთან ერთად ჩვენ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ცნობადობა და შესაბამისად პირდაპირ ფრენების მეშვეობით შემოვიყვანოთ კიდევ უფრო მეტი მწყიდველუნარიანი ტურისტი. Transavia France, Parizi, Tbilisi, Parizis მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. შვეიცარიულმა ავიაგადამყვანმა Edelweis-მა კი ფრენა ციურიხი თბილისის მიმართულებით პირველად დაიწყო. ხანგრძლივი და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო კიდევ ორმა ევროპულმა ავიაკომპანიამ. ესენი არის Transavia France და Edelweiss. აღნიშნული ავიაკომპანიები წარმოადგენს ევროპული ავიახოლდინგების ნაწილებს. ჩვენ მუდმივად მუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა ხელი შეუწყოთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას საქართველოს ავიაბაზარზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს მეტი საერთაშორისო მოგზაურის შემოყვანას საქართველოს ტურიზმის სექტორის გასავითარებლად. ციურიხიდან პირველ პირდაპირ რეისს შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც ჩამოყვნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ. ციურიხი თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებით ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში დავრჩებით აქ. ვგეგმავთ, რომ მოვიაროთ საქართველოს ღირსშესანიშნაობები. პირველი, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ეს ხალხია და მათი სტუმართმოყვარეობა. ძალიან მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა. ულამაზესი ბუნებაა და ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ ამ ქვეყნის ისტორიის შესახებ. ახალი ავიარეისები, ახალი სიხშირეები, რა თქმა უნდა, ახალი მიმართულებებიდან ბევრად მეტი ახალი ტურისტის ჩამოყვანას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც დამოუკიდებლად, ისე ავიაკომპანიებთან ერთად. 2025 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული ფრენები 10-მდე ავიაკომპანიამ დაიწყო. მათი დიდი ნაწილი ევროპულია. სამომავლოდ კი ქვეყნის საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო გაფართოვება იგეგმება. ასე იყო დღევანდელი დღე 14 აპრილი და კურიერი 9 საათი. დარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინო შუბლაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვამდე გემშვიდობით ნახვამდის.